მოგესალმებით მეგობრებო, გარკვეული პაუზის შემდეგ გიბრუნდებით მორიგი ვიდეო განხილვით. ამ ფორმატში მინდა შემოგთავაზოთ გამომძიებლის შესარჩევი გამოცდა. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა რიგებში მოსახვედრად პოლიციის აკადემიაში ჩასატარებელ გამოცდის ფორმატზე. გეტყვით იმას, რომ გამომძიებლის შესარჩევი გამოცდის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ სისხლისამართლის კოდექსს და სისხლისამართლის საპროცესო კოდექსს. იმის თქმა მინდა, რომ თქვენ იქ არ შეგხვდებათ სხვადასხვა ნორმატიული აქტები, როგორიც არის საქართველოს კონსტიტუცია, როგორიც არის საერთაშორისო სამართალი, ესა თუ ის კანონი, მაგალითად პოლიციის შესახებ და ასე შემდეგ. გარკვეული ნორმატიული მასალა თქვენ გასაუბრებისთვის დაგჭირდებათ, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვმუშაობთ გამოცდის ტესტების ფორმატში, სადაც თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ სისხლისამართლის კოდექსი და საპროცესო კოდექსი სისხლისამართლის. დავიწყოთ პირველ ტესტურ დავალებაზე მუშაობით. საქართველოს ამოსაცდობი ნიშნით ღია წყლებში მცურავ გემზე ესტონეთის მოქალაქე ს იაგერმა ურთიერთშელაპარაკებისას ჩეხეთის მოქალაქეს თავში ძლიერად ჩაარტყა და წყალში გადააგდო, რასაც ამ უკანასკნელის დაღუპვა მოჰყვა. დადგენილია, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება რაიმე დათქმას არ ითვალისწინებს. კითხვა გვაქვს დასმული, შესაძლებელია თუ არა ესტონეთის მოქალაქის მიმართ გავრცელდეს საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა. პირველი ვარიანტია არა, რადგან მის მიმართ გავრცელდება ესტონეთის კანონმდებლობა. მეორე ვარიანტია არა, რადგან მის მიმართ გავრცელდება ჩეხეთის კანონმდებლობა. მესამე ვარიანტია არა, რადგან მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და მეოთხე ბოლო ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა მეგობრებო, ნახეთ, ზოგადად სისხლისამართლის კოდექსის მეოთხე ნაწილი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ უпростоრად იმას, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს ხომალდზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ალმით არის უფლებამოსილი, რომ ისარგებლოს, ან ამოსაცდობი ნიშნით, ან და ასეთი ხომალდის წინააღმდეგ მოხდება დანაშაული, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ D ვარიანტი არის აქ სწორი ვარიანტი და რატო? ეხლა მის მიმართ გავრცელდება ესტონეთის კანონმდებლობა, ჩეხეთის კანონმდებლობა და საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის მიხედვითო. გარკვეულწილად სამივე ვარიანტი შეიძლება სწორ ვარიანტად ჩავთვალოთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, მთავარი არის კითხვა რა არის დასმული. ჩვენ კითხვა გვაქვს დასმული შემდეგი, ხო? კითხვა მდგომარეობს იმაში, შესაძლებელია თუ არა ესტონეთის მოქალაქის მიმართ გავრცელდეს საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ გავრცელდეს, რადგან ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დანაშაული ჩადენილია, ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან იმ მცურავ გემზე არის, რომელიც უფლებამოსილია, რომ საქართველოს ამოსაცდობი ნიშნის ქვეშ ცურავდეს, ამიტომ ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად შესაძლოა, რომ მასზე გავრცელდეს. ამიტომ ჩვენ გვექნება აქ სწორი პასუხი, მეგობრებო, D ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ტესტური დავალების განხილვაზე. ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე մ იბრაგიმოვას რუსეთიდან საქართველოს გავლით თურქეთში უნდა გადაეტანა დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ იბრაგიმოვა დაკავებული იქნა ქალაქ სარბში, რომლის ავტომანქანის ჩხრეკისას საწვავის აუზში ხელოვნურად გამოყოფილი სამალავიდან ამოღებული იქნა შავ პოლიეთილენის პაკეტებად დაფასებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. აზერბაიჯანის პროკურატურამ მოითხოვა თავისი მოქალაქის გადაცემა. კითხვა გვაქვს დასმული, გავრცელდება თუ არა იბრაგიმოვას მიმართ საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა. A ვარიანტია არა, მის მიმართ გავრცელდება აზერბაიჯანის კანონმდებლობა, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეა. B ვარიანტია არა, მის მიმართ გავრცელდება
რუსეთის კანონმდებლობა, რადგან დანაშაული ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო, G ვარიანტია დიახ, რადგან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი და D ვარიანტია არა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით. ეხლა მეგობრებო, ჩვენ იმისათვის რომ აქ სწორი პასუხი მივიღოთ, კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულად. სისხლისამართლის კოდექსის მეოთხე მუხლის მეორე ნაწილი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ითვლება დანაშაული ჩადენილად, თუ იგი დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა და აი ეს მოქმედებები განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე. აი ამ დებულებაში, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, მეოთხე მუხლის მეორე ნაწილი, თეორიულ დონეზეც რო ვთქვათ, გამოხატული არის ეგრეთ წოდებული სუყველგანობის პრინციპი, რომლის თანახმად დამნაშავის დაჟის უფლება აქვს არა მარტო იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც იმოქმედა დამნაშავემ, არამედ იმასაც, სადაც შედეგი განხორციელდა. ეხლა რო დაუბრუნდეთ ჩვენ ტესტურ დავალებას, ვხედავთ, რომ იბრაგიმოვამ დანაშაული დაიწყო ერთ სახელმწიფოში, რუსეთში, გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე და უნდა დაესრულებინა თურქეთში, ხო? რა დროსაც იქნა დაკავებული ეს ადამიანი ქალაქ სარფში, იმყოფებოდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიის შიგნით. შესაბამისად, ვინაიდან დანაშაული გრძელდებოდა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ მის მიმართ გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორ პასუხად მოვნიშნავთ, რა თქმა უნდა, G ვარიანტს. გადავიდეთ მესამე ტესტურ დავალებაზე. ღვინიაშვილმა ძლიერი ხანძრისას სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადააგდო საბანში გახვეული ბავშვი, ვინაიდან მისი სიცოცხლის სხვაგვარად გადარჩენა არ შეეძლო. მან იცოდა, რომ ბავშვს შეიძლებოდა მიეღოს სხეულის დაზიანებები. მართლაც ბავშვი გადარჩა, მაგრამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. კითხვა არის შემდეგი, შეერაცხება თუ არა ღვინიაშვილს დამდგარი შედეგი ობიექტურად. A ვარიანტია არა, რადგან ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი. B ვარიანტია არავინაიდან შედეგი დადგა ღვინიაშვილის ქმედებისგან დამოუკიდებლად. G ვარიანტია დიახ, ვინაიდან ღვინიაშვილმა თავისი მოქმედებით სამართლებრივად დასაძრახი ახალი საფრთხე შექმნა და D ვარიანტია დიახ, ვინაიდან ღვინიაშვილმა იცოდა, რომ ბავშვს შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები და მოქმედებდა არაბრალეულად. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის, მეგობრებო, ობიექტური შერაცხვის კრიტერიუმზე მსჯელობისას თეორიაში სისხლისამართლის არის განვითარებული რისკის ამაღლების და რისკის შემცირების თეორიები. ეხლა ჩვენ მოცემულ შემთხვევაში სამსჯელო გვაქვს, ასე ვთქვათ, რისკის შემცირების საკითხზე. ნახეთ, რისკის შემცირება მხოლოდ მაშინ გამორიცხავს ობიექტურ შერაცხვას, როცა ქმედება არსებულ მიზეზობრივ კავშირს დაასუსტებს, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, დაამუხრუჭებს. იგი არ გამოირიცხება ისეთ შემთხვევებში, როცა საფრთხის ამცირებლის მიერ ახალი დამოუკიდებელი და თავის მხრივ სამართლებრივად დასაძრახი საფრთხე შეიქმნება, რითაც უფრო ნაკლები ზიანი დადგება, ვიდრე თავდაპირველი. ასეთი ზიანი უფრო დიდი საფრთხის თავიდან აცილების მიუხედავად ობიექტურად შეერაცხება პირს. ამიტომ ეხლა ეს მსჯელობა, რომ ჩვენს კაზუსს მოვარგოთ, იქნება შემდეგი სურათი. ცეცხლმოკიდებული სახლის ფანჯრიდან ბავშვის გადაგდებით სრულიად ახალი საფრთხე იქნა შექმნილი. მართალია ბავშვი გადარჩა და არ დაიწვა, თუმცა ღვინიაშვილის შედეგი მაინც შეერაცხება ობიექტურად. შესაბამისად, ჩვენ აქ სწორი პასუხი გვექნება მესამე ვარიანტი. აქვე კითხვა შეიძლება სხვა ფორმულირებითაც შემოვთავაზოთ კაზუსს. ნახეთ, შეიძლება თუ არა ღვინიაშვილის გამართლება დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის რომელიმე ეტაპზე. პასუხია, რა თქმა უნდა, დიახ, ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა, რადგან სახეზეა სისხლისამართლის კოდექსის 31 მუხლით გათვალისწინებული მარძომიერი რისკი. ეხლა აი ამ მესამე ტესტურ დავალებაზეც მსგავსად პირველ ტესტისა, მეგობრებო, მინდა თქვენი ყურადღება მიაქციოთ კითხვაზე.
ნახეთ, ფაბულას როცა კითხულობთ კაზუსის, ერთი შეხედვით ფიქრობთ, რომ მართალი არის ეს ადამიანი ღვინიაშვილი, მას პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისროს, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ თქვით 31 მუხლი. ამიტომ ადამიანის გონება, როცა რაღაცა კარგად იცის, ეგრევე ავტომატურად პირველივე საფეხურად სწორ პასუხს ამოატივტივებს. ამიტომ ჩვენ აღარ უკვირდებით ხოლმე დასმული კითხვის შინაარს. ძალიან ხშირი არის ხოლმე შეცდომები მოსწავლეებისგან, სტუდენტებისგან, როდესაც პასუხი იციან, მაგრამ არასწორ პასუხს ხაზავენ, იმიტომ რომ კითხვას კარგად არ დააკვირდნენ. მსგავსი შეცდომა რომ თავიდან აირიდოთ, მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ფაბულა იყოს მარტივი, კითხვა სხვა ფორმულირებით, კითხვა სხვა მიმართულებაზე იყოს კონცენტრირებული. მსგავსად პირველი და მესამე ტესტური დავალებისა, რათა თქვენ მაქსიმალურად ეს უნარი გამოიმუშაოთ. აქაც კითხვა არის არა იმაზე გამართლდება თუ არა, დამნაშავეა თუ არა, ან დაისჯება თუ არ დაისჯება, ან როგორ დააკვალიფიცირებთ, არა. კითხვა არის დასმული არამედ ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი ეტაპის შეფასებას გვთხოვს გამომცდელი. ნახეთ, შეერაცხება თუ არა ღვინიაშვილს დამდგარი შედეგი ობიექტურად. მარტო ამას უნდა გავცეთ პასუხი და არა იმას, მართალია თუ არ არის ეს ადამიანი მართალი, ხო? ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე ყოველთვის კითხვის შინაარს, მეგობრებო. რაც შეეხება ჩვენ ტესტს, კიდე აქ უკვე ვთქვით, რომ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, მესამე ვარიანტი. გადავიდეთ მეოთხე ტესტურ დავალების განხილვაზე. ს ინასარიძე ბავშვობის მეგობრის მგოცირიძის სანახავად მივიდა და ორივეს თრობისათვის სამყოფი ფსიქოტროპული ნივთიერება მიიტანა. გოცირიძემ და ინასარიძემ მიიღეს აბები, მალევე გოცირიძე ძირს დაეცა და პირღებინება დაეწყო. შეშინებულმა ინასარიძემ დასახმარებლად 112-ში დარეკა, თუმცა უშედეგოდ. ექიმების მოსვლამდე ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გადაჭარბებული დოზით ფსიქოტროპული ნივთიერების სისხლში შერევამ გულის გაჩერება გამოიწვია. გამომძიებელმა ინასარიძეს ბრალად წარუდგინა გაუფრთხილებლობის ცოცხლის მოსპობა და გამოკითხვის დასრულებისთანავე დააკავა. სწორია თუ არა გამომძიებლის მიერ წარდგენილი ბრალი. ანუ სწორია თუ არა კვალიფიკაცია, ასე რომ ვთქვათ, ამ ნაწილში. ავარიანტია არა, რადგან გოცირიძის გარდაცვალებასა და ინასარიძის ქმედებას შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ბ ვარიანტია არა, რადგან ინასარიძეს ობიექტურად ვერ შეერაცხება გოცირიძის სასიკვდილო შედეგი. გ ვარიანტია დიახ, რადგან ინასარიძე ითვალისწინებდა, რომ შესაძლებელია ფსიქოტროპულ ნივთიერებას მეგობრის გარდაცვალება გამოეწვია, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ გონების დაკარგვის შემთხვევაში მას გადაარჩენდა. და დ ვარიანტია დიახ, რადგან ინასარიძემ ვერ გაითვალისწინა, რომ შესაძლებელია ფსიქოტროპულ ნივთიერებას მეგობრის გარდაცვალება გამოეწვია, თუმცა ამის გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო კიდეც. აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, მეგობრებო, ის რომ დამდგარი შედეგი პირს ობიექტურად არ შეერაცხება, თუ მსხვერპლმა თავისი მოქმედებით თავის საფრთხის მდგომარეობაში თვითონ ჩაიყენა, ხო? ესე იგი, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს თვითსაფრთხის მდგომარეობით გამოწვეულ შედეგს. ეხლა პირველ ვარიანტს რომ შევხედოთ, მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს, ხო? ეს არ იქნება სწორი ვარიანტი, რადგან ცხადია მიზეზობრივი კავშირი არის. შორის მდგომი მიზეზობრივი კავშირი კაუზალური, ასე რომ ვთქვათ, რადგან ნახეთ ინასარიძეს რომ კონკრეტულ მომენტში მის მიერ მიღებული აბი გოცირიძის მის მიერ მიტანილი აბი გოცირიძის არ გადაეცა, ეს უკანასკნელი ამ აბს არ მიიღებდა, არ ჩავარდებოდა მსგავს მდგომარეობაში და შესაბამისად მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში სიკვდილი არ დადგებოდა. ამიტომ მიზეზობრივი კავშირი სახეზე გვაქვს. რაც შეეხება გ და დ ვარიანტებს, აქ სახეცვლილი ვარიანტები გვაქვს თვითიმედოვნებისა, ერთში არის უпростоრედ გაუფრთხილებლობისა, ერთში არის თვითიმედოვნება, ხოლო მეორეში დაუდევრობა. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ვერ გვექნება აქ, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ პირს არ შეიძლება ობიექტურად შევრაცხოთ ის, რაც სხვა პირმა თავისი საფრთხის მდგომარეობა თვითონვე შეიქმნა, თვითონ ჩაიყენა თავი ამ დაგვარ მდგომარეობაში. ვითარება, რა თქმა უნდა, შეიცვლება და კვალიფიკაცია გარკვეული კუთხით სწორიც იქნება, თუ
ადგილი ექნება ბრალოუნარო პირს, ასე რომ ვთქვათ. ეს არის არასრულწლოვანი და ჭკუასუსტი, ხო? ამოცემულ შემთხვევაში რო ყავდეს ესეთი პირი ჩვენ. ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია სწორი იქნება და შეიძლება სუსტიც კი იყოს, ანუ პირდაპირ განზრახვაზე შეიძლება იმსჯელო. მაგალითად, შვილი თუ არის არასრულწლოვანი, შეიძლება შერეული უმოქმედობაზე წახვიდეს საერთოდ და უმოქმედობით მკვლელობაც კი გამოვიდეს, არაპირდაპირი განზრახვით. ნუ ერთ სიტყვით, აქ ჩვენ ვამბობთ, რომ სწორი პასუხი გვაქვს B ვარიანტი. რაც შეეხება მეგობრებო მეხუთე ტესტურ დავალებას, ეს არის შედგენილი სისხლისამართლის კოდექსის სასჯელების ნაწილიდან, კერძოდ სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი არ არის სასჯელის სახე. A ვარიანტია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, B ვარიანტია იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, G ვარიანტია სამხედრო წოდების ჩამორთმევა და D ვარიანტია სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა. აქ ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ მეგობრებო, რომ სწორი პასუხი არის D ვარიანტი, რადგან აღნიშნული არის არა თუ სასჯელის სახე, არამედ აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე, ხოლო A, B და G ვარიანტები, რა თქმა უნდა, ჩვენ მოცემული გვაქვს სისხლისამართლის კოდექსის სასჯელის სახეებად. გადავიდეთ მეექვსე ტესტური დავალების განხილვაზე. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი მსჯელობაა არასწორი. A ვარიანტია ჩხრეკის განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში. B ვარიანტია გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე 24 საათში უნდა ეცნობოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება. G ვარიანტია გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ამოღების თაობაზე 24 საათში უნდა ეცნობოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, რომ არც ერთი პასუხი არ არის სწორი, გამომდინარე საპროცესო კოდექსის 112 მუხლის მეხუთე ნაწილიდან, რომელიც ამბობს ეს დრამეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პროკურორმა მოსამართლეს უნდა აცნობოს ან გამოძიების ადგილის მიხედვით, ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში. მეშვიდე ტესტური დავალება არის შემდეგი. დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმით შეიძლება დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა მას დაესკვნა აღნიშნული პირის მიერ სისხლისამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამასთანავე ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ეხლა კითხვა არის შემდეგი, დაცვის მხარის ეს უფლება არ ვრცელდება, A ვარიანტია ფარული მიყურადების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე, B ვარიანტია ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ სამსახურის უფროსის მოადგილეზე, G ვარიანტია საგამოძიებო სამმართველოს უფროსზე და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა აქაც მეგობრებო, მსგავსად წინა ტესტური დავალებისა, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული პასუხი არ არის სწორი. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 114 მუხლის მეორე სეკუნდა ნაწილის მიხედვით დაცვის მხარის ეს უფლება არ ვრცელდება პირველი ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე, მის ზემდგომ თანამდებობის პირზე, განხორციელებულ ან განსახორციელებელ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. მეორე ეს არის ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე, მის ზემდგომ თანამდებობის პირზე, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელებას ჩართულ პირზე, განხორციელებულ
განსახორციელებელ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით. და ასევე არიან ეს არის პროკურორი, გამომძიებელი, მათი ზემდგომი თანამდებობის პირები ამ კოდექსით განხორციელებულ განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ ეხლა ჩვენ როგორც ხედავთ AB და G ვარიანტში მოცული სუბიექტების მიმართ დაუშვებელია დაცვის მხარე ამ უფლებით სარგებლობდეს, რის გამოც ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. გადავიდეთ მერვე ტესტური დავალების განხილვაზე, რომელიც შედგენილია სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი ნაწილიდან. კერძოდ, პირი ნაფიცმსაჯულად ვერ მიიღებს სისხლისამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცმსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი, ან და იგი არის A ვარიანტია საჯარო მოხელე, B ვარიანტია საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი, G ვარიანტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და D ვარიანტია იურისტი. ეხლა აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, G ვარიანტი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ნაფიცმსაჯულად ვერ მიიღებს პროცესში მონაწილეობას, რაც პირდაპირ გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის აქვე პუნქტიდან. რაც შეეხება მეცხრე ტესტურ დავალებას, ეს უკვე შედგენილია პროცესის კერძო ნაწილიდან, კერძოდ მეასე მუხლთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება არ დაწყების ვალდებულების საკითხს ეთმობა. პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოძიება არ დაიწყო, რადგან განცხადებაში მითითებული იყო, რომ ტექნიკის მაღაზია გაქურდეს 14 წელს მიუღწეվել პირებმა. მაღაზიის იურისტმა საჩივრით მიმართა ზემდგომ პროკურორს, უკმაყოფილება გამოთქვა პროკურორის უმოქმედობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მისი განცხადების საფუძველზე პროკურორი ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება. კითხვა არის დასმული, სწორია თუ არა მაღაზიის იურისტის პოზიცია. A ვარიანტია არა, რადგან გამოძიება ან და სისხლისამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, თუ პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. B ვარიანტია არა, რადგან გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. G ვარიანტია დიახ, მაღაზიის იურისტის პოზიცია სწორია და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მეასე მუხლი პირდაპირ ყოველგვარი დათქმის გარეშე ამბობს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ბრალდების მხარე, როგორც გამომძიებელი, ისე პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. რაც შეეხება 105 მუხლს, ეს ითვალისწინებს მხოლოდ გამოძიების შეწყვეტის და არა არ დაწყების საფუძვლებს. 105 მუხლი ვახსენე გამომდინარე იქიდან, რომ იქ არის გამოძიების შეწყვეტის, სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, თუ პირს არ მიუღწევია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკამდე. ეხლა კაზუსში ჩანს, რომ შესაძლო დანაშაული ჩადენილია 14 წელს მიუღწეველი პირების მიერ. ანუ არაბრალუნარიანი პირების მხრიდან, თუმცა ეს არ აძლევს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს უფლებას თავი შეიკავოს გამოძიების დაწყების ვალდებულებისაგან. ეს შემდგომი ეტაპია, შეიძლება გამოძიება ან სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდეს ამ საფუძვლით. თუმცა გამოძიების დაწყება არ დაწყების დისკრეციას პირის ბრალუუნარობა ვერ გადაწონეს. აქედან გამომდინარე, ცალსახად სწორია მაღაზიის იურისტის პოზიცია და ჩვენ შემოვხაზავთ G ვარიანტს. და ჩვენი დღევანდელი ვიდეო განხილვის ბოლოს მე-10 ტესტურ დავალებაში მინდა შემოგთავაზოთ ასევე სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი ნაწილიდან შედგენილი ტესტური საკითხი, რომელიც შეეხება სავალდებულო დაცვის შემთხვევას. კერძოდ, სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რა შემთხვევაში არ არის სავალდებულო ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი. A ვარიანტია არის უსინათლო, B ვარიანტია არის დაუდგენელი წარმომავლობისა და ასაკის პირი, G ვარიანტია იმყოფება საავადმყოფოში და არის უგონო მდგომარეობაში და D ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა აქ მეგობრებო, სანამ ჩვენ სწორ პასუხამდე მივვალთ, გეტყვით იმას, რომ ყოველთვის დააკვირდით კაზუსი იქნება თუ ღია ტესტი, ჩადებულ პირობას შეიძლება ერთმა კონკრეტულმა სიტყვამ გადაწონოს და სრულიად სხვა მიმართულებით წაგიყვანოთ.
ანუ რის თქმა მინდა, აქ არის საუბარი იმაზე, რა შემთხვევაში არ არის სავალდებულო. ანუ სისწრაფეში, ნერვიულობაში, დაძაბულობაში და გამოუცდელობაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთობლიობაში წაიკითხოთ, რა შემთხვევაში არის სავალდებულო. მსგავს შეცდომას მეც უშვებდი და ძალიან ბევრი უშვებს, ამიტომ სასურველია თუ ორჯერ ან სამჯერ მაინც წაიკითხავთ პირობას და შემდეგ დაიწყებთ სწორი პასუხის ანალიზს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ ტესტურ დავალებას, აქ საინტერესო არის ეს საკითხი იმდენად, რამდენადაც A, B და G ვარიანტებში ჩამოთვლილი გარემოებები პირდაპირ სახელდებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩვენ არ გვაქვს, რის თქმა მინდა. ან პირდაპირ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ გვიწერია, რომ თუ პირი არის უსინათლო, სავალდებულოა, რომ დაცვას დაექვემდებაროს. არც ის გვიწერია, რომ თუ პირი არის დაუდგენელი წარმომავლობის ან დაუდგენელი ასაკის, აი ამ სიტყვებით. თავისთავად არც ის გვიწერია, რომ თუ იმყოფება საავადმყოფოში და არის უგონო მდგომარეობაში. თუმცა, აი ეს სამივე საფუძველი განზოგადებულად არის ფორმულირებული, კერძოდ 55 მუხლი ამბობს ესეთ რამეს, რომ სავალდებულოა ბრალდებულს ყავდეს ადვოკატი, ნახეთ, თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ასევე თუ ის არის არაიდენტიფიცირებული პირი. ანუ ეხლა ეს რო გავაიგივოთ, რომ გავასინონიმოთ, ხო რა იგულისხმება ამაში. ეხლა პირს თუ აქვს იმდაგვარი შეზღუდვა შესაძლებლობის, რომ საკუთარი თავის დამოუკიდებლად განხორციელებას უშლის ხელს, ექვემდებარება სავალდებულო დაცვას. ეხლა ლოგიკურია, რომ უსინათლო პირი ამდაგვარ პირთა სიაში მოხვდება თავისთავად, ასევე თავისთავად მოხვდება ამდაგვარ კატეგორიაში ადამიანი, რომელიც უგონო მდგომარეობაშია და იმყოფება კლინიკაში და რა თქმა უნდა გვიწერია, რომ თუ არაიდენტიფიცირებული პირია, ანუ თუ ვერ ხდება მისი კონკრეტული ბიომეტრიული მონაცემების დადგენა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ მას ყავდეს ადვოკატი. შესაბამისად, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ტესტურ დავალებას, ხედავთ, რომ სწორი პასუხი გამოგვდის D ვარიანტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. იმიტომ რომ კიდევ უბრუნდებით თავში აღნიშნულ საკითხს, რა შემთხვევაში არ არის სავალდებულო, საქმე იმაში, რომ ყველა შემთხვევაში სავალდებულო, აქედან გამომდინარე, ამ ტესტში ჩვენ გვექნება სწორი პასუხი D ვარიანტი. ეს იყო ამ კონკრეტულ განხილვაში, რაც სურდა რომ თქვენთვის მეთქვა. იმედია გამოგადგებათ აღნიშნული ტესტური დავალებები, გისურვებთ წარმატებებს.